თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციას ერაყში. ერაყის ხელისუფლება არის შეშფოთებული ამის გამო და პროტესტის ნოტა გააგზავნა ოფიციალური თურქეთის მიმართულებით. თურქეთის ელჩიც კი დაიბარეს ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას პროტესტი გამოუცხადეს. ადგილობრივი ერაყის ქურთები ძალიან შეძრული არიან პრაქტიკულად მოსალოდნელი შესაძლო დამძიმებით სიტუაციის, რომელიც ისედაც საკმაოდ რთული იყო ქურთებისთვის ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთის და სირიის ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიის ტერიტორიაზე ქურთების წინააღმდეგ, კერძოდ კი ქურთული დემოკრატიული ძალების მიმართულებით, რომელთა შესახებაც ჩვენ დეტალურად საუბრობდით თქვენთან ერთად და დეტალურად განვიხილავდით იმ პროცესებს, რაც მათ მიმართულებით ხდებოდა და თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ესე იგი ჩვენს არხზე ნახოთ კონკრეტულად ის ანალიტიკური მასალა, რომელიც მომზადებულია ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა კი თავად თურქეთის მტკიცებით, როგორც კი სირიის საკითხი გადაწყდება და სირიაში უბრალოდ ქურთების საკითხი გადაწყდება, ახლა უკვე გადაინაცვლებს მთავარი თემა ერაყის მიმართულებით. საინტერესოა, რომ თურქეთი და ირანი აპირებენ ამ მიმართულებით თანამშრომლობას. აღსანიშნავი არის, რომ თურქეთს წარმოუდგენია სწორედ ირანის შიიტურ დაჯგუფებებთან ერთად ასეთი სამხედრო ოპერაციის განხორციელება. ოფიციალური ბაღდადი ამიტომაც შეწუხებული არის, რომ თავისი არსით ეს გულისხმობს გარკვეულწილად თურქეთის და ირანის ერთობლივი გავლენის გავრცელებას ერაყზე. ერაყი ისედაც იმყოფება მნიშვნელოვანი ირანის გავლენის ქვეშ, ახლა კი თურქეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდაზე არის საუბარი. რატომ კიდევ უფრო? იმიტომ რომ თურქეთის გავლენა ერაყში ისედაც საკმაოდ დიდია, შეეხება ეს ეკონომიკურ გავლენას, თუ ეხება ეს სხვა ტიპის გავლენებს. მათ შორის ჩვენ თქვენთან ერთად ახლა რუკაზეც გავაანალიზებთ და დავინახავთ მდგომარეობას, რომელიც იქ შექმნილია. აქ რუკაზე თქვენ ხედავთ სწორედ ერაყის ტერიტორიას და აქ ნაჩვენებია წითლად ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ხოლო ყვითლად ერაყის ქურთისტანი ავტონომიური რეგიონი ერაყის შემადგენლობაში პრაქტიკულად ასეთი ცალკე ერთადერთი ტერიტორია ქურთების, სადაც ქურთებს გააჩნიათ საკუთარი ასეთი ავტონომია. რა კავშირშია ამასთან ირანი? რას აპირებს თურქეთი? რა გეგმები აქვთ ქურთების მიმართულებით? რამ სამხედრო შესაძლებლობებზე არის საუბარი და საერთოდ რანაირად უკავშირდება ეს გლობალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს. დღეს ამ საკითხებზე და სხვა ძალიან მნიშვნელოვან ასევე საკითხებზე ვისაუბრებთ თანმხლებ ამ თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით. სანამ გადავალთ უშუალოდ თემაზე, აუცილებლად მოიწონეთ ან დაალაიქეთ აღნიშნული ვიდეო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, სადაც ასევე შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია და მეც აუცილებლად წავიკითხავ და შეგეხმიანებით მათ შორის თქვენს მოსაზრებებთან დაკავშირებით და ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი. ეს ყველაფერი ძალიან ხელს უწყობს ჩვენი არხის განვითარებას და შემდგომი ანალიტიკური მასალის მომზადებას. ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ თემას, თემა არის ძალიან სერიოზული და საინტერესო. თურქეთის ეს განცხადება ცხადია, საკმაოდ სერიოზული რეზონანსის მქონე გახდა და განხილვის საგანი გახდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის გაკეთებული ჰაკან ფიდანის მიერ, თურქეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის. ჰაკან ფიდანის განცხადებით, რომელიც მან 9 თებერვალს გააკეთა, პრობლემა, ესე იგი, ქურთული აი ამ დაჯგუფებების ჯერ კიდევ დღის წესრიგში რჩება და შესაბამისად ამ პრობლემის გადაჭრისთვის სირიაში პრობლემის დასრულების შემდეგ და აქ კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ მათ წარმოუდგენიათ, რომ სირიაში ამ საკითხს აგვარებენ და რეალურად ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ ბოლოს რა ვითარებამდეც მივიდნენ სირიაში ქურთული ძალები, ამაზე ცალკე ანალიზი გვაქვს. ამის შემდეგ პრაქტიკულად აყენებს და აი პირდაპირ ციტატა არის ჰაკან ფიდანის, რომ მალე ეს გახდება მთავარი თემა და კერძოდ სინჯარის რაიონის, რომელიც ერაყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აი აქ მდებარეობს,
ეგრეთ წოდებული გათავისუფლება, გაწმენდა ეს ტერმინები გამოიყენა ჰაკან ფიდანმა. ჰაკან ფიდანის მტკიცებით რეალურად ამ მიმართულებით საჭირო არის სწრაფი მოქმედება. აღნიშნულია, რომ 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება საკითხის მოგვარება, თუ ერთობლივად იმოქმედებენ თურქეთის საჰაერო ძალები და ადგილობრივი დაჯგუფებები. ვინ არის ეს ადგილობრივი დაჯგუფებები და იქ ყველაზე საინტერესო საკითხი სწორედ ეს არის, რადგანაც საუბარია ხაშტ აშ-შააბი ასეთი ჯგუფები არის, რომელსაც ასევე უწოდებენ ეროვნული მობილიზაციის ძალები და ეს არის რეალურად იქ მიწაზე მყოფი გარკვეული ესეთი დაჯგუფებები, რომლებიც არიან შიიტური, მათ მილიციებს უწოდებენ ხოლმე ინგლისურად სხვადასხვა მასალაში. და თურქეთს წარმოუდგენია, რომ აი ამ მილიციასთან ერთად, ამ ძალებთან ერთად შეუძლია საკითხის მოგვარება. თავად საკითხი რას უკავშირდება, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ მაქეთ გადმოვალ, ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჰაკან ფიდანის განცხადების საპასუხოდ პრაქტიკულად, როგორც გითხარით, თურქეთის ელჩი დაიბარეს და ამ ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ერაყის მუჰამმად ბახრალ ულუმმა განაცხადა, რომ ფიდანის განცხადებები არღვევენ, ესე იგი, ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არის ჩარევა შიდა საქმეებში და რომ სინჯარი და სხვა ტერიტორიები არის ერაყის სუვერენული ტერიტორია და ამ მიმართულებით თურქეთს არ უნდა კონდეს არანაირი განზრახვა ან სამხედრო მოქმედებების წარმოების სურვილი. თურქულმა მხარემ უცებ ეს საკითხი უარყო და შეცვალა, თქვა, რომ არასწორად იყო გაგებული საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და ის არ გულისხმობდა კონკრეტულად სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყებას, არამედ ამის შესაძლებლობაზე საუბრობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თქვა, რომ ეს საფრთხე მიუხედავად ყველაფრისა რჩება და რეალურად ამ საფრთხის მოგვარების მიმართულებით ის ფაქტი, რომ ერაყი არ აკეთებს ნაბიჯებს, ეს პრობლემური რჩება. იეზიდური დეპუტატი, ხო და აი აქ ახლა გადავალ საერთოდ სინჯარი რა არის ამ საკითხზე, მაგრამ სანამ შევეხები მაგ საკითხს, ვიტყვი, რომ სინჯარი, ისევე როგორც მთელი ეს ტერიტორია, საკვანძო მნიშვნელობის არის და მოდით აქ კარგად გამოვანალიზოთ, რაზე ვსაუბრობთ. სანამ უშუალოდ შევეხები დეტალურად საკითხს. წითლად არის აღნიშნული ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი, ყვითლად ქურთული რეგიონის, ერაყის ქურდისტანი რეგიონი, რომელსაც ასე ქვია ეს ტერიტორია, აქვე არის აღნიშნული თეთრად ტერიტორია, რომელიც არის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. და ამ ორგანიზაციას გააჩნია შესაძლებლობები რეალურად, რომელიც უკავშირდებოდა ასევე სირიას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით თქვენთან ერთად ბევრჯერ პრინციპში ვისაუბრეთ და საკმაოდ ბევრჯერ ქონდა ამაზე კონკრეტული ანალიტიკური მასალები და მსჯელობა. ახლა უნდა ვთქვათ, რომ საკითხი მოიცავს სწორედ ერაყის ტერიტორიას, სადაც მინდა დეტალურად გაგაცნოთ, მანამ სანამ გადავალთ უშუალოდ თემაზე და ახლოდან მინდა გაგაცნოთ ეს ტერიტორია. აქ თქვენ ხედავთ სამ ძირითად ქალაქს, ეს არის დუჰოკი, ქურთული ქალაქი, ასევე ერბილი და აქ არის სულეიმანია ქალაქი. ორი ქალაქი არის, ასე ვთქვათ, მათი დაპირისპირების საგანი ქურთული ძალების და ერაყის ცენტრალური ძალების, თუ ვის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ეს არის მოსული, სადაც უმრავლესობა კი არიან არაბები, მაგრამ ქურთები მას საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ და ასევე ქირქუქი. აქეთ. და შესაბამისად საინტერესო არის ის საკითხი, რომ რეალურად აქვე არის სინჯარის ტერიტორია, განახებთ ახლავე და სინჯარის მიმართულება, აგერ ქალაქი სინჯარი. ხედავთ, სად არის ქალაქი სინჯარი, ოდნავ წინ უკან რომ წავიდეთ, ხედავთ, რომ ეს ტერიტორია არის აი მწვანედ აღნიშნული ტერიტორიის სამხრეთით. ქალაქი სინჯარი არის დასახლებული იეზიდებით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ზოგადად იეზიდები რეალურად ორი ვერსია არსებობს, ორივე ვერსიას გეტყვით, მე ცხადია არ გადავწყვეტ მათ ნაცვლად, რომელი ვერსია არის უფრო სწორი. ეს მათი საკითხი არის გადაწყვეტილების, თუმცა უნდა ღიად და პირდაპირ აღინიშნოს, რომ სინჯარი ეს რეალურად და იეზიდები რეალურად არიან ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობა, იეზიდები შეგვიძლია თქვათ, რომ რელიგია არის, მაგრამ ასევე არის ვერსია და მოსაზრება და მიდგომა, რომ იეზიდები ასევე ცალკე ეთნიკური ჯგუფია. თუმცა ქურთები და ზოგი იეზიდიც თავს მიიჩნევს პირველ რიგში სწორედ ქურთად, ეთნიკურად, ხოლო რელიგიურად ქურთები არიან როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები და ასევე მათი აზრით იეზიდები. და იეზიდიზმი არის ესეთი რელიგია, ხო და სინჯარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ იეზიდები. ქურთი იეზიდები ან უბრალოდ იეზიდები, მაგრამ ის რომ უშუალო მჭიდრო კავშირში არიან, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე თავის დროს 2014 წელს, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ ამ ორგანიზაციამ ტერორისტულმა აიღო ქალაქი მოსული კონტროლის ქვეშ, ამავდროულად სინჯარში განახორციელეს იეზიდთა გენოციდი. ეს პრინციპში საერთაშორისოდ აღიარებული ასეთი კონკრეტული პოზიცია არის და ეს არის მთიანი რეგიონი, რომელიც დასახლებულია იეზიდების მიერ. 2014 წელს მოხდა ეს თავდასხმა და იეზიდების მკვლელობის მიზეზი იყო მათი რელიგია. ანუ ეს რადიკალური ისლამის და ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხედვით რეალურად ეს რელიგია მიუღებელია და შესაბამისად პრაქტიკულად მათ ურწმუნოებს უწოდებენ და ამიტომ გადაწყვიტეს მათი მასიური მკვლელობები. ამ დროს გენოციდის პროცესშიც რეალურად დასახმარებლად ქურთული ძალები, მათ შორის აი ეს მუშათთა პარტია, რომელზეც საუბრობთ, ან თავდაცვის ლეგიონები, ან გაერთიანებები, რაც ქურთებს გააჩნიათ, იყვნენ სირიიდან მათ შორის გამოგზავნილი და დახმარება გაუწიეს კონკრეტულად აი ამ ძალებს სინჯარში. და სინჯარში ასევე ჩამოყალიბდა ესე იგი სინჯარის წინააღმდეგობის ძალები, ეს არის უკვე იეზიდური კონკრეტულად შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც არიან მოკავშირეები ქურთისტანის მუშათა პარტიის აი ამ ფორმატში. და ამის შემდეგ სინჯარი გაათავისუფლეს და სინჯარი რეალურად გახდა ლოგისტიკური კავშირი და ახლა ამას რუკაზეც დეტალურად განახებთ, გახდა ლოგისტიკური კავშირი სირიასა სინჯარის გავლით, შემდეგ უკვე ერაყის ქურთისტანს შორის. და აქ ჩრდილოეთშიც არის რა თქმა უნდა გარკვეული კავშირი, თუმცა ძირითადი სინჯარის მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზოგადად და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის თანამშრომლობის და ახლა უკვე თურქეთს, რომელსაც პრაქტიკულად აქვს სირიაში და ჩვენ თქვენთან ერთად ეს არაერთხელ განვიხილეთ, აქ ალ-ჰასაკა, აქ ქამიშლი, ძირითადი ქურთული ქალაქები კონტროლის ქვეშ არის აღებული და აქედან სინჯარი რეალურად აქვე არის, ძალიან ახლოს და შესაბამისად ეხლა თურქეთს სურს ამ ტერიტორიის საკითხის მოგვარება, პრობლემის მოგვარება. თუ რას გულისხმობს ეს, ახლა ვისაუბრებთ. მაგრამ მანამ სანამ გადავალ, უნდა ვთქვა, რომ თავად სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე, კერძოდ თურქეთთან საზღვრის ზონაში და თურქეთთან საზღვარი იწყება აქედან და გრძელდება აი აქამდე. თურქეთთან საზღვრის მიმართულებით აქ ლურჯად არის აღნიშნული ძვირფასო თანამემამულეებო სამხედრო ბაზები. ეს არის თურქული სამხედრო ბაზები. რა თქმა უნდა, აქ ხედავთ, რომ ბევრია, 14 ასეთი წერტილი არის აღნიშნული, ძირითადად არის სასაზღვრო ზონაში, ხედავთ, და პარალელურად სასაზღვრო ზონისა არის კიდევ ერთი აქ სიღრმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი ბაზები, რასაც გულისხმობს, ანუ ფართო ბაზები არ არის ყველა, ზოგიერთი არის ესეთი დამკვირვებლის პუნქტი, იმისთვის რომ გააკონტროლონ ეს ნაწილი და აქედან არ ხდებოდეს მუშათა პარტიის ან მებრძოლი ქურთების შეღწევა, შესვლა
კავშირი, კონტაქტი, მოკლედ, ბევრი პროცესი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. და ახლა თურქეთის ამოცანა ხდება, რომ რეალურად ხელი შეუწყოს და გაარღვიოს კავშირი სინჯარის მეშვეობით სირიის ქურთებსა და ერაყის ქურთებს შორის. და ეს საკითხი პრაქტიკულად ამ მომენტისთვის არის გამხდარი ერთ-ერთი საკვანძო. და ჩვენ ამას მე დავტოვებ ასე რუკას და ახლა გადავალ, რა თქმა უნდა, თავად ამ საკითხის მიმოხილვაზე, რომ ჩვენ უკეთ გავიგოთ საერთოდ რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით და რა საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა არსებობს. ფიდანის განცხადება კონკრეტულად გულისხმობს იმას და განაცხადა, რომ მუშათა პარტია ქურთისტანის აკონტროლებს უზარმაზარ ტერიტორიასო სინჯარში და არა მხოლოდ სინჯარში, აი ირგვლივ ტერიტორიებსო და თურქეთის ტერიტორიაზე ამ მომენტისთვის არაფერს არ აკონტროლებსო და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ეს საკითხი მოვაგვაროთ და ამ მიზნით უნდა ჩავრთოთ რეალურად, რაც ძალიან საინტერესოა, ირანის ძალები, ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ჰაშტ აშ-შააბი დაჯგუფებები შიიტურია. და აქ ჩნდება ძალიან საინტერესო კონტური თურქეთის, სუნიტური ქვეყნის, რომელიც საკუთარ თავს ლიდერად წარმოადგენს სუნიტურ სამყაროში, თანამშრომლობა იწყება, შეთავაზებაც მათ შორის ირანის მიმართულებით, რომ ერთობლივად მოაგვარონ ასე იგი ქურთების საკითხი. ხო. ქურთების უმრავლესობა არის ზოგადად მუსლიმი, მაგრამ კონკრეტულად იეზიდების საკითხი ამ შემთხვევაში ისლამურ პრიზმაში არ ჯდება. არც მუსლიმები არიან, არც ქრისტიანები, იეზიდიზმი ცალკე რელიგიაა. და შესაბამისად ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ თურქეთის და ირანის თანამშრომლობა იწყება. იწყება კონკრეტულად ამ საკითხში, თორემ ბევრ საკითხში ეს თანამშრომლობა არსებობს. და მე არაერთხელ თქვენთან ასევე მithქვამს, რომ თურქეთი ახლა ცდილობს ირანის საერთოდ გადარჩენას, რადგანაც კონკრეტული მიზეზი უკავშირდება იმას, რომ თურქეთს არ აწყობს ძალიან სუსტი ირანი, რომელიც საბოლოო ჯამში დაიშლება და გახდება ფიზიკურ დაშლას არ გულისხმობ, რეჟიმის დაშლას გულისხმობ და გახდება შეერთებული შტატების მოკავშირე, მას ეს არ აწყობს. მეორე მხრივ თურქეთს არ აწყობს ძალიან ძლიერი შიიტური ისლამური სახელმწიფო, როგორიც არის კონკრეტულად ირანი. და სწორედ ამიტომ თურქეთს ჭირდება, ასე ვთქვათ, სუსტი, მაგრამ დღევანდელი მოდელის ირანი. და ამის შენარჩუნების მიზნით მათ შორის ხედავენ ქურთული ფაქტორის აქედან რეგიონში მოგვარებას. რატომ? ქურთები არიან, შეიძლება ვთქვათ, ასე მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა არის იქ მუსლიმი და რელიგიური არანაირი პრობლემა არ არის, მათ შორის შიიტებიც არიან ქურთებში. თავარი საკითხი დგას ეთნიკურ კომპონენტში, ანუ ქურთების ეთნიკური ფაქტორი არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე რელიგიური. და შესაბამისად, ქურთებს უნდათ საკუთარი ცალკე სახელმწიფო, რომელიც 4 ტერიტორიაზე არის განლაგებული რეალურად მათი დასახლების არეალი და თავარი ეს არეალი ზოგადად არის ეს რეგიონი ერაყში, სადაც გააჩნიათ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაშლის და დამხობის შემდეგ, სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სადაც ქურთების წინააღმდეგ უზარმაზარი ესე იგი პოლიტიკა იყო წარმოებული, ესე იგი სადამ ჰუსეინის მიერ, პრაქტიკულად ახლა აქ მიმდინარეობს ჩამოყალიბდა პირველი ნახევრად ავტონომიური, ესეთი დამოუკიდებელი სუვერენული გარკვეული ერაყის ქურთისტანი. სადაც არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არის გარკვეული სისტემები, სტრუქტურები, რომელიც წააგავს სახელმწიფოს. რა ხდება სირიაში, სადაც კიდევ ცხოვრობენ ქურთები, ჩვენ ამას განვიხილავდით თქვენთან ერთად დეტალურად და საჭიროება არ არის, რომ ამ მიმოხილვაში მოვიცვა ეს საკითხი, მოკლედ ვიტყვი, რომ რეალურად თურქეთმა და შარაას პროთურქულმა ხელისუფლებამ შეძლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს პრაქტიკულად მთლიანად სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მდებარე ეს ნაწილი.
და ამით აიყვანეს მთლიანად ახლა ქურთები კონტროლის ქვეშ. თურქეთის ტერიტორიაზე დიდი ხანია ეს კონტროლი დამყარებულია, ძალიან ეფექტურად აკეთებენ ამას, დრონების მეშვეობით აკვირდებიან და ებრძვიან ქურთულ ძალებს, თუმცა ბოლოს იცით რომ ოჯალანმა ქურთების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უნდა წავიდნენ ქურთები გარკვეული შერიგების გზით და სამხედრო წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ. იქ არის ასევე პარლამენტში ძალიან დიდი წარმომადგენლობა ქურთების და შესაბამისად სხვა ტიპის ჩართულობა. ირანში რაც შეეხება, იქ რელიგიური სახელმწიფოა, იქ ეთნიკურ ფაქტორს მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალურად და ამიტომ ქურთები არიან აღქმული ასევე როგორც რელიგიური ჯგუფი და ძირითადად მუსლიმები არიან, თუმცა ნაწილი სუნიტი და ეს კიდე ართულებს ცოტა მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, რეალურად თურქეთს და ირანს ეს ორი სახელმწიფოა დიდი. აქეთ არის არაბული სახელმწიფოები, იგივე სირია და ერაყი არის არაბული სახელმწიფოები, მაგრამ ორივე არის საკმაოდ სუსტი და საინტერესო არის ის, რომ ერაყი და სირია და ლიბანი იყო ძირითადად ირანის გავლენის ქვეშ. და რეალურად ეს გავლენები შეიცვალა, როდესაც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობა მოხდა შარაას მიერ, რომელიც სუნიტია, იქ იყო შიიტური, ალავიტური დაჯგუფება, ესე იგი ბაშარ ალ-ასადის, რომელიც პროირანული იყო. ამის შემდეგ ჩვენ თქვენთან ერთად ასევე ვისაუბრეთ, რომ თურქეთი ძალიან აძლიერებს და ააქტიურებს საკუთარ გავლენას კონკრეტულად ლიბანის მიმართულებით. და პარალელურად ახლა ჩდება პრაქტიკულად პირველი ნაბიჯები ერაყის მიმართულებით საკუთარი გავლენის გავრცელების. რაც გულისხმობ ამაში? ეს უკავშირდება მათ შორის იმას, რომ სირიაში კონტროლის შემდეგ, ნახეთ, აი რუკაზეც არის ეს ნაჩვენები, ხო? სირიაში კონტროლის შემდეგ, აი ეს არის მდინარე ეფრატი. და მდინარე ეფრატის აი აქ რეალურად არის წყალსაცავი, რომელიც და ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აკონტროლებს მდინარეს, რომელიც ჩადის შემდეგ ბაღდადამდე. და საერთოდ ერაყი ცნობილია როგორც ორი მდინარის ქვეყანა ისტორიულად და ეს ორივე მდინარე ახლახანს რეალურად იმყოფება თურქეთის კონტროლის ქვეშ. ორივე ჯერ თურქეთიდან იწყება და მეორე ნაწილი ახლა სირიაში რაც გადის, ადრე თუ სირია აკონტროლებდა ამას, ახლა უკვე აკონტროლებს სირიასთან ერთად თურქეთი, მოდით ასე ვიტყვით. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ წყლის რესურსებს და სოფლის მეურნეობაზე ახლა თურქეთს გააჩნია უზარმაზარი გავლენა, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული ერაყის მიმართულებით. ზოგადად თურქეთს უნდა ერაყში საერთოდ მარშრუტის მშენებლობა, ასეთი ლოგისტიკური, რომელიც სპარსეთის ყურემდე თურქეთის გასვლას გულისხმობს. მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, თურქეთი აპირებს დაბრუნებას ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში გააქტიურებულ და რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ მისი პოლიტიკა კვიპროსზე, ლიბანში, სირიაში, ერაყში, სხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში რაც აკეთებდა, ლიბიაში ღიად, კატარში რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ნეო-ოსმანური ასეთი პოლიტიკის გაგრძელება. მე აქ არ ვაძლევ ამას შეფასებას, ეს პოზიტიურია, ნეგატიურია, ეს მეორეხარისხოვანია, ეს არის უბრალოდ ფაქტი, თურქეთი აი ამ გავლენის სფეროს აფართოვებს. და რეალურად ერაყის მიმართულება ჩდება ახლა როგორც ერთ-ერთი საკვანძო, რადგანაც პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ერაყი მოწყვლადი არის დღეს წყლის რესურსების მიმართულებით, თურქეთს სამხედრო ბაზები რომ გააჩნია ქურთების მიმართულებით, ეს ფაქტიურად ერაყის ტერიტორიაზე ყოფნაც არის და საერთოდ თურქეთს უნდა გარკვეულწილად ერაყიდანაც დასავლური გავლენების, ასე ვთქვათ, მოშორება და ირანთან ერთად მზად არის თანამშრომლობისთვის, როგორც ხედავთ, რადგანაც საუბარია ერთობლივ პრაქტიკულად სპეცოპერაციაზე, შემოთავაზებაზე. ანუ საუბარია იმაზე, რომ თურქეთმა და ირანმა გაყონ გავლენები ერაყში, მოაგვარონ ქურთების საკითხი და იქ ორი ტიპის გავლენა არის, კი არის არაბული მოსახლეობა, მაგრამ ნაწილი სუნიტია, ნაწილი შიიტი. რას თავაზობს ირიბად თურქეთი ირანს? გადავწყვიტოთ ეს საკითხი. შიიტების საკითხი აგერ, ირანია შიიტური ქვეყანა, სუნიტური საკითხი აქეთ. რატომ? გავლენების გადანაწილება. რა თქმა უნდა, საუდის არაბეთს ეს
ისე არ არის რომ მოეწონება, არ მოეწონება, მაგრამ უნდა პრინციპში აღვნიშნოთ და აგერ საუდის არაბეთი სადაც მდებარეობს, მაგრამ პრინციპში უნდა აღვნიშნოთ, რომ საუდის არაბეთთან თურქეთის დაახლოება და ეს ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ, ისლამური ნატოს ჩამოყალიბების კონცეფცია, თურქეთს უნდა გაწევრიანება საუდის არაბეთის და პაკისტანის ამ სუნიტურ ისლამურ ნატოში. რეალურად ერთი ქვეყანა არის, რომელიც აშორებს თურქეთს და საუდის არაბეთს და ეს არის ერაყი. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ გააჩნიათ დღის წესრიგი, რომ ერაყის მიმართულებით შექმნან ასეთი ახალი კონტროლი და გავლენა. ირანის წინააღმდეგ ნაბიჯების ნაცვლად სთავაზობს პრაქტიკულად თურქეთი, რომ გაინაწილონ ეს გავლენები ამ სამმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ქვეყანამ და რეალურად ერაყი არის ის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება თან თურქეთს, თან ირანს, თან საუდის არაბეთს. ანუ ერაყის მნიშვნელობა არის უზარ-მაზარი ამ მიმართულებით, სადაც ამერიკელებს ჰქონდათ კონტროლი და ამით პრაქტიკულად ახლო აღმოსავლეთის კონტროლი ერაყის კონტროლზე გადის, ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით. ხშირად ამბობენ სირიის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერაყის როლი მეტიც კი არის რეალურად და შესაბამისად ან ერაყი და სირია ერთად შამ უწოდებენ ამ რეგიონს. რეალურად ეს საზღვრები ხომ მეტწილად ხელოვნური არის. ცალკე ერაყი და სირია ესეთი სახელმწიფო არ არსებობდნენ ისტორიულად. ეს არის რეგიონი, სადაც არაბები სამხრეთიდან გადმოვიდნენ და დასახლდნენ რეალურად, იმიტომ რომ არაბები აქ სამხრეთში ცხოვრობენ, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც დღეს საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები არის. ამიტომ აქ ისტორიული რაღაც ქვეყნები კონკრეტულად არ არსებობდნენ, სულიად სხვა ეთნიკური მდგენელი იყო საერთოდ აქ ისტორიულად. ახლა მნიშვნელოვანი არის იმის აღნიშვნა, რომ რეალურად ამ კუთხით რა ხდება და ერაყს რა პოზიცია გააჩნია. ერაყი რეალურად აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მიუღებელია მისთვის, როდესაც საუბარია ძალის გამოყენებაზე. თუმცა თურქეთს პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ როგორც კი ახლა აგვარებს, აი ესეთი ტერმინით თან, აგვარებს ქურთების საკითხს სირიაში, ეს საკითხი გარდაუვალი გახდება დღის წესრიგში. ქურთისტანის ეს ხელისუფლება აქ, რომელიც არის, თხილობს ღიად მხარს არ უჭერენ და საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ თურქეთთან, რადგანაც საკმაოდ ასე ვთქვათ, შიშები არსებობს, რომ თურქეთს შეუძლია კიდევ უფრო აგრესიული ქმედებების განხორციელება აქ ქურთების წინააღმდეგაც და ქურთების ძირითადი მიზანი აქ არის აი ამ ავტონომიის შენარჩუნება და გარკვეული ესეთი თანამშრომლობის მექანიზმები არსებობს. ერაყის მიდგომა არის მნიშვნელოვანი. ერაყი სერიოზულად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. გარკვეული საერთაშორისო მექანიზმებით, ფინანსური მიმართულებით და კონტრაქტებით და ნავთობის სფეროში. ამიტომ ზოგიერთის კომენტარს რო ვკითხულობ, იქ მაინც არის ის, რომ აი ამერიკა ერაყში რასაც აკეთებდა, ამერიკა ერაყში რასაც აკეთებდა, დღესაც რეალური ერაყი ახლა რომ ამის წინააღმდეგი არის, ანუ სამი იმპერიის მიერ თურქეთის, ირანის და საუდის არაბეთის იმპერიები არიან, ცხადია. იმპერიული აზროვნების ქვეყნები არიან. შეიძლება ჩვენ ამ მომენტისთვის იქედან ზოგიერთი პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ ისტორიულად, მოდით ასე ვთქვათ, აი სამივე იმპერიას საქართველო ქონდა ოკუპირებული. რამე არასწორს ვამბობ? ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებიდან არის. ძალიან მარტივად, ხო? არაბებს ქონდათ თბილისი აღებული. კი ბატონო, სპარსელებს თან როდის 1795 წელს კი ბატონო, თურქებს კი ბატონო, საქართველოს ნაწილი ქონდათ ოკუპირებული, მეტიც უნდათ. რაზე ვსაუბრობთ? სამივე არის იმპერია, რატო საქართველოს ოკუპაცია რატო ქონდა დღის წესრიგში? იმიტომ რომ იმპერია არიან. აქ ხო არც თურქები, არც არაბები, არც სპარსელების რაღაც სამშობლო არ არის ნამდვილად და არც ცხოვრების არეალი. მარტივია ლოგიკა და მიზეზი. სხვადასხვა იდეის ქვეშ აკეთებდნენ ამას. სწორედ ამიტომ სამივე არის იმპერია. ერაყი არ არის იმპერია, ერაყი უფრო არის ობიექტი, ვიდრე სუბიექტი აქ პროცესების, ისევე როგორც სირია. და შესაბამისად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ერაყში ამერიკული გავლენა არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ აბალანსებს აი ამ სამი იმპერიის ქმედებებს. და ეხლა როგორც ჩანს, ამ სამ იმპერიას სურს
ერაყის საკითხის მოგვარება ისე, რომ ამერიკელები აქედან განდევნონ პოლიტიკური გაგებით, მათ შორის სამხედრო და ამის შედეგად პრაქტიკულად მიიღონ ერაყი როგორც თურქეთის, საუდის არაბეთის და ირანის ასეთი პლაცდარმი, სადაც მიმდინარეობს აქტიური ფუნქციონირება და თანამშრომლობა. ეხლა ეს ფუნქციონირება რაში შეიძლება გადაიზარდოს? ნუ აგერ რუკას რო დავაკვირდეთ აქტიურად თქვენთან ერთად, ნახავთ რომ თურქეთს სირიის გავლით კი აქვს პირდაპირ უკვე ისრაელთან საზღვარი და ეს დაპირისპირების შემდგომი კერა არის. საუდის არაბეთს მათ შორის პირდაპირ საზღვარი არ აქვს და იორდანია არის ძალიან პროდასავლური, პროამერიკული, ამერიკული ბაზაც არის. ამიტომ საუდის არაბეთი და იორდანიის გავლით გაყოფილია ისრაელისგან, მაგრამ რეალურად ირანსაც ერაყის გავლით მოუწევს ნებისმიერი კავშირი თუ ისრაელის მიმართულებით დააპირებს, ესე იგი, ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას და საუდის არაბეთისთვისაც ზოგადად ერაყის ტერიტორია არის საკვანძო თურქეთთან და ირანთან კავშირის მიმართულებით, განსაკუთრებით თურქეთთან კავშირის მიმართულებით. და ეს თემა ნამდვილად რჩება დღის წესრიგში. იეზიდები ახლა არიან ძალიან შეწუხებული, დავუბრუნდეთ ჩვენ საკითხს და საკმაოდ სერიოზულად არიან, ასე იგი, განგაშის რეჟიმში. საუბარი აქვს მარტივ რამეზე, რომ თავის დროზე ისლამურმა სახელმწიფომ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ იქ ასეთი გენოციდი მოაწყო და ახლა ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც პრაქტიკულად სუნიტური თურქეთის და შიიტური დაჯგუფებების ერთობლივ ქმედებას გულისხმობს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხომ? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ორივე რელიგიის რადიკალურ განზომილებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეზიდიზმი ასევე არის პრობლემა. და შესაძლოა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგეს ეს რელიგიური უმცირესობა ამ ტერიტორიაზე, თუ მოხდება შემდგომი სამხედრო მოქმედებები. ესე იგი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ სერიოზული კონკურენცია აქვს ქურთისტანის აიაკ მთავრობას ამ შიიტურ დაჯგუფებებთან ერთად, კონკურენცია აქვს ამ სინჯარის რეგიონის გამო. ირანი აი ამ დაჯგუფებების მეშვეობით არის ადგილზე ძალიან აქტიურად, ხოლო შეერთებული შტატები აგრძელებენ საკუთარ ბრძოლას აქ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. და ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ თურქეთს, ასე იგი, უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ბაზები გააჩნია აქ, დაახლოებით 2000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს და 600 კილომეტრის გზები არის შექმნილი, დაახლოებით 40 კილომეტრის ბუფერული ზონა არის შექმნილი აქ, რომელსაც აკონტროლებს პრინციპში დრონების მეშვეობით და მე ეს თქვენ განახეთ და აგერ კიდევ ერთხელ, აი ესეთი ბუფერული ზონა არის შექმნილი, რომელსაც დრონების მეშვეობითაც რეალურად თურქეთი აკონტროლებს და ცდილობს ასეთ კონტროლს. სინჯარი რჩება ერთადერთ ადგილად, სადაც ესეთი კონკრეტული სამხედრო თანამშრომლობა ამ მომენტისთვის არ არის და რეალურად იაშარ გულერმა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი თავად გადაწყვეტს, რას და როდის გააკეთებს და თვითონ გადაწყვეტს, გაიყვანოს თუ არა ძალები, ეს მნიშვნელოვანი არისო მუშათა პარტიის, ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. ამ მომენტისთვის იქ როგორც გითხარით, ეჯახება რამდენიმე ინტერესი, ეს არის ბაღდადის ინტერესი, სადაც მას საკუთარი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედებები აწუხებს მეზობელი სახელმწიფოს და თან ამერიკელების გავლენა არსებობს, ერბილი როგორც ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქი, რომელსაც რა თქმა უნდა არ სურს თურქეთის კიდევ უფრო ჩართულობა და ანკარა, რომელიც აპირებს ამ საკითხის მოგვარებასაც. და აქედან გამომდინარე ეს კიდევ უფრო აფართოვებს ზოგად კონტურს. ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობთ აქტიურად და ხშირად ირანის მიმართულებაზე, უნდა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები მეორე ავიამზით დარტყმით ჯგუფს ნამდვილად აგზავნიან რეგიონში, ეს ტრამპმა დაადასტურა და რეალურად ხედავთ, რომ მობილიზაცია რეგიონში გრძელდება. ირანის მიმართულებით ნებისმიერი ქმედებების პარალელურად თურქეთს უნდა პრაქტიკულად თავი დაისწრიოს ნებისმიერი ქურთული
ასე ვთქვათ, არა მხოლოდ სეპარატისტული, არამედ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროექტისგან, რადგან ქურთები აღიქმებიან აქ როგორც დასავლეთის დასაყრდენი, მათ შორის ისრაელის დასაყრდენიც. რა თქმა უნდა, აქ ამერიკელებს მათ შორის ექნებათ მნიშვნელოვანი გასაკეთებელი იმ კუთხით, რომ ასევე აი ეს ტერორისტული დაჯგუფება, რომელზეც საუბრობთ, აქ განსაკუთრებით არ გააქტიურდეს და შეიძლება პირიქით მოახერხოს გარკვეული ტერიტორიების დაკავება. გეტყვით აქვე, რომ აქ არის აი აქ ამ რეგიონში ატ-ტანფ სამხედრო ბაზა, მოდით სირიის რუკაზე გადავალ და იქ განახებთ, საიდანაც ამერიკელები გადიან, ანუ ამერიკელები სირიას სამხედრო კომპონენტს ტოვებენ, აგერ წეგან ერაყს ვუყურებდით, ეხლა სირიას ვუყურებთ, აი ეს არის ატ-ტანფის ბაზა, აი აქ და თქვენთან ერთად აქ ხედავთ აი ამ სამხედრო ბაზას, რომელსაც ამერიკელები ტოვებენ. რატომ ტოვებენ? იმიტომ რომ სირიაში ცენტრალური ხელისუფლება ჩამოყალიბდა ეხლა და რეალურად ამერიკელებს არ აქვთ განზრახვა იქ დარჩენის. მანამდე იმიტომ იყვნენ, რომ სირიაში ესეთი ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობდა. გარდა ამისა, აქვე ბარემ შევეხები, რომ სუვეიდას მიმართულებით დრუზების საკითხი არის საკმაოდ დაძაბული. ხედავთ, რომ უფრო ღია მწვანე ფერად არის აღნიშნული ეს ტერიტორიები, ეს ნაწილი დაიკავეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩემი ანალიზი და ვარაუდი იყო, რომ ამ მიმართულებით დაძაბულობა გაგრძელდება, ისრაელს აქვს უკვე აქ ძალების მობილიზაცია და გააქტიურება, რადგანაც ისრაელს ძალიან კარგად ესმის, რომ მალე შეიძლება დადგეს ჰოლანის მაღლობლების პრობლემა და საკითხი. სწორედ ამიტომ რეალურად ჩვენ თქვენთან ერთად ხედავთ ასეთ განვითარებას და ხედავთ, რომ ამერიკელებისთვის ახლა იქნება მათ შორის და აი სინჯარის თემა ქურთებისთვისაც იქნება ერთ-ერთი საკვანძო აგერ. სინჯარი კიდევ ერთხელ და უკეთ რომ დავინახოთ. რა თქმა უნდა, უახლოესი კვირეების განმავლობაში ჯერ კიდევ თურქეთი დაკავებული იქნება სირიაში ქურთების საკითხის ჭყალებში მოგვარებით, მაგრამ ის რომ მთავარი თემა გახდება ქურთების საკითხი ერაყში, ანუ თემის საბოლოო დახურვა, ეს უკვე პირდაპირ თურქეთის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე თქვენთან ერთად პრაქტიკულად ეხლა სრულყოფილი ასეთი მიმოხილვა გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო არის და ამიტომ გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო და ამით ხარი დაუჭიროთ არხს, ისევე როგორც დაწერეთ თქვენი კომენტარები მოსაზრებებში და გამოიწერეთ არხი და ამით გავავრცელოთ, გამავითაროთ ეს ასეთი ხარისხიანი, ჩემი აზრით და თქვენს შეფასებას ველოდებით ცხადია. ვცდილობ, რომ ხარისხიანი იყოს ანალიტიკური მასალა ქართულ ენოვანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.